სულ რამოდენიმე დღის წინ ოფიციალურად ტყიბულში გაიხსნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი პატარა საზოგადოება, რომელიც უკვე აქტიურ ხელმძღვანელობაზე და აქტიურ მუშაობაზე გადადის და პირველი ნაბიჯი, რაც მან გადადგა, ეს იყო, რომ თქვენთვის ჩვენი ხანჯაზმული საზოგადოებისთვის თუ არ მიწყენთ ამ სიტყვას, ერთი დღე მიეწვნა და გაელამაზებინა. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ თქვენ სახეზე გამოვიწვიოთ, ოდნავ ღიმილი, თქვენს თვალებში ოდნავ კმაყოფილება, გადაყაროთ ის ღრუბელი, რაც ამ დუხჭირმა ცხოვრებამ დაგფარა თვითაც. ჩვენ ძალიან ბედნიერი ვიქნებით. ძალიან გადავხალისდით. ძალიან კარგი დღე იყო ჩვენთვის ეს. მადლობა ყურადღებისთვის. ახალი ჩამოყალიბებული არის ჩვენს ქალაქში მოგეხსენება წითელი ჯვრის საზოგადოება და მისიდან გამომდინარე ჩვენი წითელი ჯვრის საზოგადოების რომ დავეხარეთ გაჭირვებულ ადამიანებს, უმწეო ადამიანებს, ამისიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ რომ პირველი ნაბიჯები გადაგვედგა ჩვენ ამ კუთხით რომ ბენეფიციარებს სოციალური ცენტრისას დავხმარებოდით საქველმოქმედო აქცია გავაკეთეთ. ეს იყო ღონისძიების სახით, ასევე მოვაწყეთ საქველმოქმედო აქცია და მოვაგროვეთ ტკბილეული და ერთი დღე გაულამაზეთ ამ მოხუცებს. თუ კი მათ იგრძნეს ეს სიხარული და ასე ჩვენ ბედნიერები ვართ ამ კუთხით. მეთქვა გაახარა, ყველა ვინაც ჩვენი გული გაამხიარონა. ბევრი დაჩაგრული ვარ, ბევრი. როცა ჩვენ ნაუხსენით, რომ ესეთი ჩამოყალიბდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომლებიც მოვლენ და გასაჩუქრებენ, ყველა ძალიან გაუხარდა. ყველანი საერთოდ მოხუცები არიან, როგორც პატარა ბავშვები, სულ პატარა უხარიათ. ყოველთვის ელოდებიან აღდომეს, ახალი წლის მოსვლას, რომ რაიმე საჩუქარს რომ გაუხსენით და გავაგებინეთ, რომ დღეს არც ერთი არ წავდანდეთ მოვლენ სტუმრები და კონცერტ ჩაგიტარებენ და მე თქვენც თუ მიიღებთ მონაწილეობას კარგი იქნება თქო, აქ სურვილის გამოთქვეს ჩვენმა ხალხმა, ძალიან გაუხარდათ, ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო, ყველას ნახეთ როგორი გახარებული სახეები ჰქონდათ და დიდი მადლობა ყველას თქვენ ასეთი ყურადღებისათვის, რომ მობრძანდით და ძალიან კარგი იქნება თუ ძალიან ხშირად შემოვლით ამ დაჩაგრულ ხალხს, როგორ მე გაულამაზებთ ყველას დღეს.